ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტაკოსი ქართულ ოცნებას ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ვერ გაგრძელდება. ოცნების შემდეგ კოსმა ქართველ ხალხსაც მიმართა და მათ ევროპული ღირებულებების დასაცავად ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ევროკომისარის ეს კომენტარი პასუხი იყო ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძის კითხვაზე, თუ რა გზავნილი აქვს მას ოცნებასთან და ქართველ ხალხთან. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ხდომა იმართება და კოსმა ჟურნალისტების კითხვებს სხდომის დაწყებამდე უპასუხა. საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას. ქართველი ხალხისთვის გზავნილია ის, რომ იყავით ძლიერები, იბრძოლეთ ევროპული ღირებულებებისთვის. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. მარტაკოლცის ამ განცხადებას საქართველოშიც გამოეხმაურნენ ოპოზიციაში, ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა ქვეყნის ბედი თავად საქართველოში წყდება. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ევროკომისარის გზავნილს პარტიაში ბუნდოვანს უწოდებენ და ამბობენ, რომ ევროპის მოთხოვნის საფუძველზე საკუთარი გადაწყვეტილებების შეცვლას არ აპირებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპელი ჩვენი მეგობრები, ამერიკელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, ამ პროცესში კიდევ უფრო აქტიურები იქნებიან, თუმცა წუნი მათ არ დაედებათ. უბრალოდ სიმართლე უნდა გითხრათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია ქართულ საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია და საქართველოს ბედი, მისი სახელმწიფოს ბედი გადაწყდება უპირველეს ყოვლისა თბილისში, უპირველეს ყოვლისა საქართველოში და ეს არის ჩემი ნომერ პირველი ამოცანა, რომ ქართულ ხალხთან გქონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ ქვეყანაში გამჭვირვალობაც იქნება, LGBT პროპაგანდა არ იქნება, არც ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება, ვინაიდან სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და კრიმინალი სააკაშვილიც ბოლომდე მოიხდის საშიშროს. თუ ამას გულისხმობენ, მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერ შევთანხმდებით და ჯობია რომ უფრო, ასე ვთქვათ, რეალური წინადადებები შემოგთავაზო.